ტრამპის მეორედ მოსვლამ ისედაც მყიფე მსოფლიო წესრიგი თავდაყირად დააყენა. ჯერ კიდევ გუშინ ახლო მოკავშირეებს შორის ახლა რბილად რომ თქვა გაუგებრობა და არავინ იცის როგორ გაგრძელდება თავდაცვითი თუ ეკონომიკური თანამშრომლობა. ერთი კი ცხადია, ყველაფერი ისე აღარ იქნება როგორც აქამდე. ამაღამ დარბაზში დაუბრუნდი, რათა შეგატყობინოთ, რომ ამერიკის დრო დაბრუნდა. მიმართა სამშობაც დონალდ ტრამპმა კონგრესმენებს და საზოგადოებას. ამ მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე კი ტრამპმა ტარიფებით ომი გააჩაღა კანადასთან, მექსიკასა და ჩინეთთან. ეს ომი კი, რომლის მთავარი იარაღი საპროცენტო განაკვეთებია, როგორც ჩანს, გაფართოვდება. ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების დაზიანებისთვის შეიქმნა, თქვა თეთრ სახლში დაბრუნებულმა შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა და ევროკავშირისთვის ასევე 25%-იანი საბაჟო განაკვეთის შემოღება დაანონსა და არა მხოლოდ ევროკავშირისთვის. მოსალოდნელია, რომ სატარიფო ომი თუ არა მონეტარული ბარიერები სხვა არაერთ ქვეყანას შეეხება. ყოველ შემთხვევაში კონგრესის ტრიბუნიდან ასეთი გზავნილი უკვე გაჟღერდა. ჩვენ მივიღებთ ტრილიონობით დოლარს და შევქმნით სამუშაო ადგილებს, ისეც, როგორც აქამდე არასოდეს გინახავთ, პირდება დონალდ ტრამპი ამერიკელებს. ამერიკული ინდუსტრიების დაცვამ და სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი სულაც არ ცდილობს გაითვალისწინოს ეკონომისტების პროგნოზები თუ შიშები, რომ ტარიფებს გავლენა ექნება არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ თავად ამერიკისთვისაც. ეს სიმძიმე კი უკვე იგრძნო ავტოინდუსტრიამ, თუმცა მსხვილმა ავტომწარმოებლებმა ჯერ მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ 4 მარტს დაწესებული ტარიფები ავტონაწილებზე ძალაში 1 თვის შემდეგ შევა. რეალურად რას უნდა ველოდოთ? რა გავლენა ექნება სავაჭრო ომს მსოფლიო ეკონომიკაზე და ახალ არქიტექტურაზე, რომლის კონტურები სწორედ ახლა იკვეთება. ჯეოკეისის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გვერდდება ახლა საქმის კურსში და სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველი კითხვა ალბათ ეს იქნება ჩემიც, რას ხედავთ თქვენ, რას გვიქადის ტრამპის სავაჭრო ომი, რომელიც მასშტაბურად წამოიწყო? საერთოდ ტარიფების ისტორიას გაცილებით უფრო დიდი შესავალი მოუხდებოდა, მაგრამ ჩვენ ამ მონაკვეთზე შემოვიფარდოთ. ის რაც დღეს ხდება, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მოვლენა. ტრამპის მხრიდან ტარიფებისადმი ასე დამოკიდებულებას და მისი ცნობილი გამონათქვამი არის ლექსიკონში ყველაზე საყვარელი სიტყვა ტარიფი მაქვსო. აქვს გარკვეული ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო. მაშინდელმა უსაფრთხოების ეროვნული შრომების უსაფრთხოების საკითხებზე მრჩეველმა ჯეკ სალივანმა ეგრეთ წოდებული ახალი ვაშინგტონის კონსენსუსის საკითხი დასვა და საკითხი რაში გამოიხატებოდა. მან თქვა, რას იძლევა გლობალური ვაჭრობა და გლობალური ქსელები თუ საშუალო სტატისტიკური ამერიკელი სარგებელს არ პოულობს. აი მაშინ დაიძრა ეს მატარებელი, რასაც ზე პროტექციონისტური მიდგომა ქვია სავაჭრო ეკონომიკაში, გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ხედავთ, არის ორი ნიშანთვისებით გამორჩეული. ერთი არის, რომ დღეს ჩვენ იმდენად პროტექციონიზმზე არ საუბრობთ, რამდენადაც ნაციონალიზმის ახალნაირ სახეობას და ეს არის ეკონომიკური ნაციონალიზმი, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების ცნება პრაქტიკულად იდეალურ ტოლობაში თუ თანხმობაში მოვიდა ეკონომიკურ პარამეტრებთან. თუ შენი ეკონომიკა დაცული არ არის, თუ ის არ არის თვითკმარი, თუ ის ნაკლებად დამოკიდებული ან სრულად დამოკიდებული არ არის არამეგობრულ იურისდიქციებზე, მაშინ რა თქმა უნდა დამოკიდებელი არ არის უпроსწორად, მაშინ ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი არის ფუჭი. და მეორე განზომილება, რაც აუცილებელი არის, პირველად ჩვენ რასაც ვხედავთ ახლა ამ თვენახების განმავლობაში, ტარიფები გამოიყენება არა მარტო სავაჭრო პოლიტიკის გატარების მიზნით, არამედ ზოგადად საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის. ესე მაგალითად ჩვენ რო გავიხსენოთ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადა, მაშინ ასე თუ ისე ტარიფების ამოქმედება იგივე ჩინეთთან მიმართებაში და ჩვენ გვახსოვს კარგად, მაშინ ჩინეთთან გაფორმდა სავაჭრო შეთანხმება, რომ ჩინეთს უნდა აღმოეფხვრა ეს სავაჭრო დეფიციტი, დამატებითი 200 მილიარდი დოლარის შესყიდვის ხარჯზე ამერიკული პროდუქციის, რაც მან ჩააგდო და მხოლოდ 60%-ით შეასრულა თუ არ ვსწრები. დღეს ტარიფები გამოიყენება გაგაცილებით უფრო ფართო მიზნებისთვის. თორე სხვაგვარად ახლა რა შეხება აქვს დაუშვათ თქვა არალეგალურ მიგრაციას ტარიფების პოლიტიკასთან, ან რა შეხება აქვს თქვა ფედანოლის შეტანასთან ქვეყანაში, მოკლედ ეს რეალურად გახდა საგარეო პოლიტიკური მიზნების გატარების ინსტრუმენტი და გარკვეულწილად იძულების ინსტრუმენტი. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ კანადისთვის, რომელიც მის მეგობარ ქვეყანად მოიაზრებოდა ხოლმე მუდმივად ამერიკის მოკავშირე ქვეყნისთვის, იგივე მექსიკისთვის დაწესებული ეს ტარიფები, ამ ტარიფებით ამერიკული მოქალაქეები იქნებიან დაცულები, იმიტომ რომ ეკონომისტებმა უკვე მიანიშნეს იმაზე, რომ ეს ამას შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ მაღალი ინფლაცია, ის ინფლაცია, რომლის დათრგუნვისთვისაც
ტრამპი მოვიდა და ერთ-ერთი მინიშნება ყოველთვის არის ხოლმე საუბარი, რომ ჩვენ ახლა დაგვხვდა ისეთი ცუდი მდგომარეობა, რომელიც არ ყოფილა ამერიკის ისტორიაში. დათვალა იელის უნივერსიტეტმა და თუ სწორად მახსოვს $2000 გაიზრდება რიგითი ამერიკელის სამხმარებლო ხარჯები. რატომ წირავს ამ ინფლაციისთვის ტრამპი და რას იღებს სანაცვლოდ? ეხლა ტარიფის სკალპელი არის, რომელსაც ძალიან ფრთხილად გამოყენება შეიძლება, სხვაგვარ შემთხვევაში თუ შენ უხეიროდ გამოიყენე, შეიძლება საკუთარი თავი დააზიანო. აი ასეთ ვითარებაში არის ალბათ ეხლა ტრამპის მიერ დეკლარირებული ახალი სატარიფო პოლიტიკა, სატარიფო ომი. და მოდით ორიოდე სიტყვით აი თქვენ დამეხმარეთ ეხლა კითხვის ფორმულირებისას. ერთი არის მაინც გეოპოლიტიკური ეფექტი, რომელსაც ჩვენ თავს ვერ ავუვლით. ეს კიდევ ასე ვთქვით შესავალში, ეს არის უფრო ფართო საგარეო თვისწესრიგი და გამოიხატება რაში, რომ ტრამპის მიდგომა სატარიფო ომის წარმოებისას ფაქტიურად არ განასხვავებს ერთმანეთისგან მოწინააღმდეგესა და მეგობარს. და ეს არის ის კონცეპტუალური წუნი, რასაც ტრამპს უწუნებენ, რომ მთავარი სიძლიერე შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი იგივე ჩინეთთან მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაში ეს არის ფართო გლობალური სამოკავშირეო ქსელი. თუ შენ ამ ქსელში შეგაქვს ბზარი, შესაბამისად შენი გლობალური პოზიციონირება ამით სუსტდება და მეორე ეკონომიკური ეფექტი. ეხლა თუ შენ აწესებ მაღალ ტარიფებს, შესაბამისად იმპორტირებული პროდუქციაც ძვირდება და ის სიძვირი არსად არ ორთქლდება. ის საბოლოო ჯამში უნდა გარდაისახოს წარმოებული პროდუქციის ფასში. თუ შენ იმპორტირებული პროდუქცია თუ რესურსი შენ გიზვირდება, შესაბამისად წარმოებული პროდუქცია ძვირდება, სხვათა შორის თვითონ ეს პროდუქცია შემდეგ გასატანად ხდება ნაკლებად კონკურენტუნარიანი ფასის გამო და მთავარი ტვირთი ამ ფასწარმოქმნისა, ნამატი ფასწარმოქმნისა გადადის ისევ რიგით საშუალო სტატისტიკურ ამერიკელზე. ეხლა მაგ სხვადასხვა ციფრები არის, ზოგი $1000, მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ვამბობ, ის დეკლარირებული პრინციპი, რომ საშუალო სტატისტიკურმა ამერიკელმა უკეთ იგზნოს თავი და ერთ მოკლედ ჩანარს გავაკეთებ, რომ იანვარში გამოქვეყნდა ესეთი დოკუმენტი ამერიკა უპირველეს ყოვლისა სავაჭრო პოლიტიკა, იქ სწორედ საუბარი არის, რომ ამერიკული ეკონომიკა, საშუალო სტატისტიკური ამერიკელი და ეროვნული უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად ამ დოკუმენტის გადარების შედეგად უზრუნველყოფილი. პირველ რიგში ვინც ზარალდება ასეთი მიდგომის შედეგად ამ სკალპელის უხეირო გამოყენების შემთხვევაში არის შენი შიდა მოხმარებელი და შენი შიდა აუდიტორია. ამ ყველაფერმა, ამ პოლიტიკამ, რომელიც ახლა არის და ეკონომიკურ-პოლიტიკური ახალი დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ ხედავთ, რომ იქმნება. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ ამერიკის წინააღმდეგ გაერთიანოს სხვა ქვეყნები? იგივე ევროკავშირმა იპოვოს ახალი პარტნიორები, იგივე ჩინეთის ფაქტორი აქ საკმაოდ დიდი იქნება. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად იგივე პანამის არხთან დაკავშირებით ამერიკული ორდით პორტში უკვე ამერიკული კომპანიების შევლენ და აქ შეიძლება წინ მიზანი მიღწეულიც იყოს ამერიკის, რაც მას სურდა. რა კონფიგურაცია შეიძლება დაჯდეს საბოლოო ჯამში, როგორ ამ გადასახი და რა შეგვიძლია დავინახოთ სანამ ჩვენ ახეთ ესე იგი რახან ჩვენ საუბრობთ სატარიფო ომზე, ჩვენ მის გლობალურ იმპლიკაციებს თავს ვერ ვარიდებთ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი არის. თქვენ წამოწიეთ ჩინეთის საკითხი და ჩვენ ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვათ და ისე გამოგვდის, რომ ტრამპს პრაქტიკულად უწუნებთ ყველა ხას ამ ახალი სატარიფო ომის, მაგრამ ჩვენ ობიექტურად უნდა ვთქვათ, რეალურად რას უხადის ეს ნეგატიური კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეხლა თქვენ ჩინეთი ახსენეთ. ეხლა რა თქმა უნდა, ჩვენ ისიც უნდა ახსენოთ ობიექტურობის გამო, რომ ეს ორი ეკონომიკა იმდენად ურთიერთდაკავშირებული არის, ეს ტარიფი აზიანებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაღალი სატარიფო განაკვეთები, ასევე ჩინეთს. და რატომ? ჩინეთის ეკონომიკამ რო შეინარჩუნო ზრდა, ის უნდა აწარმოებდეს პროდუქტს განუწყვეტელ რეჟიმში. ამ პროდუქტის მოსახმარებლად მას სჭირდება ან წყილბოთუნარიანი შიდა ბაზარი, რომელიც დღეს პრაქტიკულად გადატვირთული არის და გადახურული არის და ამას ემსახურება სწორედ ჩინეთის მთავრობის მხრიდან დამატებითი სუბსიდიები ახალი პროდუქციის აწარმოებლად, ან ჩინეთი მაქსიმალურად უნდა ითვისებდეს ახალ საექსპორტო ბაზრებს. და ამ ათვისების მიზნით პრაქტიკულად ჩინელებს უწევთ ჩამოფასებული ვერ იტყვი, მაგრამ არაობიექტურ, არაკონკურენტუნარიან, უბრალოდ კონკურენტულ დემპინგურ ფასში პროდუქციის გატანა. შესაბამისად, ეს ბმა იმგვარი არის, რომ ეს ურთიერთდამოკიდებულება ჩვენ რა თქმა უნდა უჩვენოთ, მაგრამ აი ჩინეთის მხრიდან სწორედ ამ პოლიტიკის თავისი მიზნებისთვის გამოყენება შეიძლება ამაშიც გამოიხატოს რა, რომ პოზიციონირება მოახდინოს როგორც შედარებით უფრო პასუხისმგებლიანმა, უფრო პროგნოზირებადმა, უფრო სტაბილურმა მოთამაშემ, უთხრას დანარჩენ მსოფლიოს, რომ
ამერიკის შეერთებული შტატები ამ სიტუაციაში იქცევა როგორც არაპროგნოზირებადი მოთამაშე, ხა იგივე ტარიფებთან დაკავშირებით ჩვენ დღის განმავლობაში სხვადასხვა მიდგომებზე ვისმენთ და ინფორმაცია იცვლება. აი სწორედ სტაბილურობა, თუ ვითომ სტაბილურობა ჩინეთის მხრიდან, სწორედ ამაში შეიძლება გამოიხატოს და ჩვენ როცა დავიწყეთ ამ პასუხის ფორმულირება ალიანსებისა და კავშირებით, სწორედ ჩინეთმა ამით ბზარი შეიტანოს და ამ ზარის ხარჯზე თავისი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი უკვე დაამკვიდროს. დიახ. ჩვენ როცა ვცხოვრობთ ტარიფებზე, ეს არ არის ჩაკეტილი სისტემა და რა თქმა უნდა გლობალიზებულ ეკონომიკაში ამას რა ექნება ჯაჭვური რეაქცია. ვინ შეიძლება იყოს მოგებული და წაგებული და რამდენად თქვა შეიძლება რომ ეს ფართოდ შეეხოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას? ალბათ ამ ხრივ ძალიან რთულია აბსოლუტურად ვინმეს მოგებაზე ვისაუბროთ, სხვათა შორის კიდევ ერთი ძალიან მოკლე ჩანართი ამ ტარიფების მატება ყველაფერთან ერთად თუნდაც ჩინეთთან მიმართებაში შეიძლება განაპირობოს უფრო სწრაფი გადადინება წარმოებისა მესამე ქვეყნებში. აქ რამდენიმე საკითხი იდგება სხვათა შორის ტარიფების ასე ვთქვათ მართვასთან დაკავშირებით. ეხლა სპეციფიური საკითხი არის თქვათ მესამე ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას რამდენად ჩინური კონტენტი ექნება და შინაარსი და ეს საუბარი არის რომ შესაბამისად ეს ტარიფები პროპორციულად იქნეს ამ კონტენტზე მორგებული, მაგრამ ეს ძალიან რთული ტექნიკური სამუშაო არის, მაგრამ აი როცა ჩვენ მოგებულზე ვსაუბრობთ, სხვათა შორის შეიძლება ის მესამე ქვეყნების ბოლომდე მოგებულნი არ იყვნენ, ვინაიდან ამ წარმოების გადადინება ჩინელების მხრიდან მესამე ქვეყნებში, ეგრეთ წოდებულ დამაკავშირებელ ქვეყნებში, რომლებიც შეერთებული შტატების, ესე ვთქვათ, შეერთებული შტატების ბაზარზე წვდომას მოემსახურება ჩინურ პროდუქციას, აქაც ფაქტიურად უნებლიეთ მოხდება ადგილობრივი წარმოების დაკნინება, ჩაკვლა და ჩინური კაპიტალით მისი ჩანაცვლება. ამიტომ მოგებულზე აქ ძალიან რთული არის საუბარი. ერთი სხვა შორის რამდენიმე წლის წინ გაჟღერდა ეს ინიციატივა, ეხლა გამახსენდა. საუბარი იყო ჩინეთთან მიმართებაში და სხვა ამგვარ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც არაკეთილ სინდისიერად იყენებენ სავაჭრო წესებსა და რეგულაციებს, აი ნატოს მსგავსი უკვე ვაჭრობის სფეროში ერთგვარი კოალიციის, თავდაცვითი კოალიციის შექმნა, რომელიც ძალიან სკრუპულოზურად მიუდგებოდა არაკონკურენტულ არიან სავაჭრო პრაქტიკას, ძალიან პედანტური იქნებოდა ინვესტიციების სკრინინგში. ეს იდეა შეიძლება ეხლა სწორედ გაცოცხლდეს აი ამ სატარიფო ომის პირობებში და ერთ-ერთი თქვათ თქვენ ევროკავშირი ახსენეთ, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება, იმიტომ რომ ევროკავშირს თანაბრად აწყობს როგორც ამერიკასთან გამართული ურთიერთობები, ასევე ჩინეთთან. შეიძლება ჩვენ მათგან მოვისმინოთ ამ ინიციატივის ხელახლა წამოწევა. დიახ. თქვენ ახსენეთ ამ შემთხვევაში ცოტა რთული არის საქართველოს ისაუბრო, ვიდრე პატარა ქვეყანაზე საუბრობთ, მაგრამ საქართველოს სარგებელი ან საფრთხე რა შეიძლება იყოს? საქართველოს საფრთხე შეიძლება იყოს რა ორმა დიდმა მოთამაშეებმა ერთმანეთი დაჭამოს. მართლა რო გითხათ, ეხლა ცოტა ესე პოლკის იმაში გამოდის რა, მაგრამ მთავარი ალბათ საქართველოს სარგებელი როგორც მცირე ეკონომიკისა არის მაქსიმალურად ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება ყველა გლობალურ ეკონომიკურ centrთან, სწორი თამაშის წესებით, მაქსიმალურად უტილიზაცია იმ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებისა, რითაც საქართველოს ხშირად აპელირებს და ჩვენ ასე ვტრაბახობთ, რომ პრაქტიკულად რამდენიმე ქვეყანას შორის ვართ, რომლებსაც ასეთი შეთანხმებები აქვს ყველა მსხვილ მოთამაშესთან და ერთი მთავარი, რასაც მე ყოველთვის ვიმეორებ თქვენი ეთერით, არა მარტო საგარეო პოზიციონირება, არამედ ქვეყნის შიგნით სწორი ინსტიტუციური წყობა, გასაგები ბიზნეს წესები თამაშისა და სწორი ურთიერთობა სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის. ალბათ ეს ყველაფერი მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, შედარებით კონკურენტულ არიანობას მოგვანიშნებს ჩვენს მეზობლებთან შედარებით. მინდა ასე ვისაუბროთ გამოცდილებებზე და გაკვეთილებზე, რომელიც მსოფლიოს მიუღია. როდესაც ახლა ვუყურებდი ამ ინფორმაციებს, დიდი დეპრესიასთან ძალიან ახლოს დგას ეს ვითარება, იმიტომ რომ მაშინაც მოხდა ტარიფების შემოღება და ძალიან დიდი სატარიფო ომი წამოიწყო ამერიკამ და საბოლოო ჯამში დამარცხებული შეიძლება ითქვას 30-იან წლების 30-იანში, როდესაც შემოიღეს 50%-იანი სატარიფო. ცნობილი პრეზიდენტი ყავდათ მართლაც ხო მიაწევდნენ ამ სატარიფო. დიახ, და ამბობდა რომ მინდა რომ აი ამერიკელები იყვნენ წამყვანები და ამერიკელი მუშები უნდა იყვნენ დასაქმებულები ამერიკულ საწარმოებში და ისიც მომხრე იყო რაღაცნაირად ნაციონალური პოლიტიკის. რამდენად შეიძლება რომ ეს გაკვეთილები ისტორია თითქოს არ მეორდება ხოლმე რაღაც
ერთ-ერთი ასე ვთქვათ. მაგრამ ამდენ შეიძლება გავითვალისწინოთ ეს გაკვეთილები და უფრო რთულ ვითარებაში ხომ არ შევდივარ და უფრო დიდ სპირალში ვიდრე ვთქვათ სარგებლობის მიღება შეიძლება. არ მახსენდება მაშინ აი პრეზიდენტის გვარი, რომელმაც ტარიფები მკვეთრად აწია და ტარიფების მეფეს უწოდეს მას და თუ არ ვწდები ბიუჯეტის შემოსავლები სადაც 50-60%-ით გაიზარდა, მაგრამ ამანაც მერე ქვეყანა გაიყვანა ინფლაციურ რისკზე, რომელიც ეხლა შეიძლება გამეორდეს და ეს დიდი დეპრესია სწორედ მაგას მოყვა და რუზველტმა ფაქტურად დააბრუნა ეს პოლიტიკა ჩვეულ კალაპოტში. ეხლა რაც შეეხება პარალელების გავლას, ჩვენ ერთი არის რომ ინფლაციამ შეიძლება ასევე თავი იჩინოს, მაგრამ სხვა პარალელებს იმ დროსთან დაკავშირებით მე ვერ ხედავდა რატომ. იმიტომ რომ აი ჩვენ როცა ვთქვით რომ ეს არის ისეთი მახვილი რომელიც ყველა მხარეს შეიძლება მოხდეს და ვერც ერთი ვერ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან სუფთად გამარჯვებული, სწორედ თანამედროვე სისტემების ურთიერთდაკავშირებულობასა და ურთიერთდამოკიდებულებაში გამოიხატება და ისტორია ამ ხრივ არ განმეორდება, იმიტომ რომ მაშინდელი ეკონომიკური სისტემა იყო გაცილებით განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული, ვიდრე ის ჩვენ რასაც დღეს ვხედავთ. დიახ, თუმცა ეხლა ვართ გლობალურ ლიზებულ ეკონომიკაში და ძალიან სწრაფად ცვალებაში, სადაც ძალიან სწრაფად გადადის ყველა ეს არის გლობალური ეკონომიკა, სადაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეკონომიკური ნაციონალიზმი, ეკონომიკური ავტარქია, საკუთარ თავში ჩაკეტილობა და ეს ეგოიზმი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების მიღწევისას არის როგორც არასდროს დომინანტი. ძალიან საინტერესოა რა ფორმას მიიღებს საბოლოო ჯამში მსოფლიო ეკონომიკა. ძალიან დიდი მადლობა. რა გავლენა შეიძლება ქონდეს ტრამპის საბაჟო პოლიტიკას მსოფლიოზე და საქართველოზე, ჯეოკეისის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა საქმის კურსში.